გამოშვებას კი პოზიტიური თემით ვასრულებთ. Liberty Bank-სა და სერვისების განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას Liberty Bank-ის მობილური ფილიალებიდან საბანკო მომსახურების გარდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. პროექტი საპილოტო რეჟიმში უკვე გაეშვა, თუმცა მემორანდუმის დეტალებზე უკვე Liberty Bank-ის გენერალურ დირექტორთან, ბატონ გიორგი არველაძესთან და სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ბატონ შიო ხეცურიანთან ერთად ვისაუბრებთ. ბატონებო, მოგესალმებით, ძალიან მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. დავიწყოთ თქვენით, ბატონო გიორგი, ამ შემთხვევაში რა კონცეფციურ ინოვაციასთან გვაქვს საქმე და უშუალოდ რა მიმართულებებით მოხდება, ასე ვთქვათ. ძირითადად ესე Liberty Bank გამოირჩევა თავისი ალტერნატიული არხების მრავალფეროვნებით და უკვე დიდი ხანია გავსვით უბრალოდ ჩვეულებრივი ფილიალის ფორმატს. ერთ-ერთი ესეთი არხი, რომელიც შევქმნით რამოდენიმე წლის წინ არის მოძრავი სერვის ცენტრი, ეგრეთ წოდებული Liberty Express-ის ბრენდით, რომელიც არის ასე ვთქვათ Volkswagen-ის და Toyota-s ბრენდის მიკროავტობუსები გადაკეთებული ფილიალად, სრულფასოვან ფილიალად, რომელიც შედგება 5 თანამშრომლისგან. და ესეთი არხით, ანუ Liberty Express-ის ჩვენ საშუალება გვეძლევა და ამ წუთას ყავს ესეთი 113 ფილიალი მოძრავი და საშუალება გვეძლევა 1000-ზე მეტ სოფელში შევიდეთ, მომსახუროთ მოსახლეობას მინიმუმ თვეში 2 ჯერ. ეს არხი მოიცავს დაახლოებით 155,000 ჩვენ მომხმარებელს. ანუ 155,000 ადამიანი ყოველთვე ამ არხით ღებულობს საბანკო მომსახურებას. ამ საბანკო მომსახურებას შედის ყველა ისეთი მომსახურება, საკმაოდ მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვისაც, ამ ხალხისთვისაც, იქნება ეს კომუნალური გადასახადი, იქნება ეს ფულადი გზავნილები, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც დავრწმუნდით ბოლო დროს ჩვენი ქვეყნისთვის. ელემენტარულად ანგარიშის გახსნა, ფულადი გადარიცხვები, პენსიის თუ სხვა სახელმწიფო გასაცემლის აღება და რეალურად ყველა ის საბანკო მომსახურება დიდ სარგებლობას. კი ბატონო, ანუ სერვისები რა თქმა უნდა ცხადია გაამარტივებს ასე ვთქვათ ყველაფერს. ბატონო შიო, ამ შემთხვევაში რა კონცეფციური ინოვაცია ამ ყველაფერში გისმენთ? ჩვენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებს პროექტს საზოგადოებრივ ცენტრებს. საზოგადოებრივი ცენტრები შეიძლება საქართველოს სხვადასხვა სოფლებში, შედარებით დიდ სოფელში, სადაც არის რამოდენიმე 1000 მოსახლე და აქ 200-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, ისეთი სერვისები როგორც არის პირადობის მოწყობა, პასპორტი, მიწის რეგისტრაცია, კომპანიის რეგისტრაცია, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგისტრაცია, მომსახურების სააგენტოს სერვისები და ასე შემდეგ. მას შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო კიდევ ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჩვენი სერვისები. ამისთვის უნდა მოგვეძებნა ჩვენ ეფექტური საშუალება, რომ შესულიყავით დაშორებულ სოფლებში, სადაც მოსახლეობა არ არის 3-4 ადამიანი, არამედ არის რამოდენიმე ასეული. ვეძებდით ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციას, ყველაზე ეფექტური და ესეთი ვთქვათ ხელმისაწვდომი სერვისები ამ შემთხვევაში საქართველოში აღმოჩნდა რომ აქვს Liberty Bank-ს. Liberty Bank-თან გვაქვს ისტორიულად კარგი პარტნიორობა, საზოგადოებრივ ცენტრებში წარმოდგენილი არის Liberty Bank-ი. შესაბამისად მოხდა ჩვენ შორის ინტერესების შეთანხმება, გაფორმდა როგორც თქვენ აღნიშნეთ მემორანდუმი და უკვე დაახლოებით 2 კვირის წინ საპილოტო პროგრამა დავიწყეთ შიდა ქართლის რეგიონში. 11 ავტომობილი Liberty Express ავტომობილის მეშვეობით 100-ზე მეტი სოფელი დაიფარება ამ ჩვენი სერვისებით. Liberty Bank-ის მიერ შეთავაზებულ სერვისებთან ერთად შეთავაზებს სახელმწიფო სერვისების მოქალაქეებს. კი ბატონო, სერვისების კუთხითაც სამომავლოდ გეგმებზე ასე ვთქვათ კითხავთ, თუმცა აი საბანკო მომსახურების კუთხით ახალ მომავალში რას აპირებთ თუ საიდუმლო არ არის ბატონო გიორგი? საბანკო მომსახურების კუთხით ალბათ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას დაუვართ ალტერნატიული არხების განვითარებას და იმას რომ ბევრად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის ჩვენი პროდუქტი. ეს ერთი და რა თქმა უნდა თვითონ პროდუქტებს ასე ვთქვათ შეუსაბამებთ თუნდაც დღევანდელ თუ მომავალ გამოწვევებს რაც რეალობას რაც არის და მაქსიმალურად შევეცდებით რომ ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. კი ბატონო, და ანალოგიური კითხვა მექნება, უკვე ამ შემთხვევაში უკვე სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, თქვა ახლა მომავალში რა ცვლილებებს უნდა ვაყოლოთ გაუმჯობესების კუთხით. გაუმჯობესების კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხსნით კიდევ უფრო მეტ საზოგადოებრივ ცენტრს, მათ შორის ამ კვირაში გავხსენით ერთი შილდაში, ყვავლის რაიონში, მომავალ კვირაში ორშაბათს გეგმავთ უკვე გავხსნათ ორსანტიაში, ზუგდიდში და ერთ კვირაში კიდევ ხსნით ქვემო ნატანებში, ოზურგეთის რაიონში, ვაგრძელებთ საზოგადოებრივ ცენტრების პროექტს აქტიურად, ასევე რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე Liberty Express-ების საშუალებით დაიფარება მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სოფელი უკვე
მოსახლე და 1000-ზე მეტი სოფლის მოსახლეს ექნება საშუალება მიიღონ სახელმწიფო სერვისები. კი ბატონო. ბატონებო, მე ის გადამჩენია, გულწრფელად გისურვებთ წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა. რომ იგებდით მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში, მაყურებელს შევახსენებ ლიბერტი ბანკის გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი არველაძე და სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი შიო ხეწურიანი პასუხობდნენ ბიზნეს კონტაქტის კითხვებს.